რა ვიცით იმის შესახებ, როგორ უნდა აღმოუჩინოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს. ნიკა ლობილაძე მოგცემს პრაქტიკულ რჩევებს. ექსტრემალურ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა როგორც წესი არა ექიმებს, არამედ არაპროფესიონალებს უწევთ, რაც ხშირად გართულებებს იწვევს. ამიტომ საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ, სანამ სასწრაფო დახმარების ჯგუფი მოვა. არტერიული სისხლდენისას საჭიროა დაზარალებულს ლახტი ჭრილობის ზემოთ გადავუჭიროთ. დაზიანებული კიდურის დაცვის მიზნით ლახტი ყოველ 20 წუთში უნდა მოუშვათ. ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას უმეტესობა თავის უკან გადაწევის გზით ცდილობს, რაც შეცდომაა. ამ მდგომარეობაში ყოფნისას სისხლი დინებას კუჭისკენ განაგრძობს, რაც შემდგომში შეიძლება პირღებინების მიზეზიც გახდეს. თან სისხლდენის ინტენსივობის შეფასებას შეუძლებელს ხდის. არასწორი ქმედებაა დამწვრობის დროს ზეთით მკურნალობა, ხოლო ჭრილობის შემთხვევაში იოდის გამოყენება. დავამუშაოთ ჭრილობა სადეზინფექციო ხსნარით. დავიწყოთ ჭრილობის დამუშავება. ისე, რომ პაციენტს რაც შეიძლება ნაკლები მტკივნეულობა მივაყენოთ და ვეცადოთ ყოველთვის დამუშავება უნდა დავიწყოთ ცენტრიდან პერიფერიისაკენ, რაც ნიშნავს, რომ უშუალოდ ის ადგილი ითვლება ცენტრად, სადაც მუშაობთ, ხოლო პერიფერია გახლავთ მის ირგვლივ მდებარე ადგილები. კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ საკვების გადაცდენის დროს ზურგზე ხელის დარტყმაა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სასუნთ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულს გზას კიდევ უფრო უხსნის. აუცილებელია ასეთ შემთხვევაში, რომ ვიცოდეთ, რა ნიშნები ახასიათებს მოხრჩობას, საკვების გადაცდენას. პირველი რაც არის ეს დამახასიათებელი სახის მიმიკა, პირი გაღებული, ენა გადმოგდებული და პაციენტს ხელები აქვს მიფარებული ორივე ხელი საკუთარ ყელთან და ამითი განიშნებთ, რომ ისი ხდება. ასეთ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული ჰეიმლიხის მანევრი, რომლის პრინციპი გახლავთ ის, რომ პაციენტი გადახრილია ოდნავ წინ, ხელს მუჩს ვადებთ ჭიფსა და მახვილისებრ მორჩ შორის და ძლიერი ზეწოლით ვცდილობთ, რომ ამოვაგდებინოთ ის გაჭედილი საკვები, გადაცდენილი საკვები პაციენტს და გავუთავისუფლოთ ხორხი. პირველადი სამედიცინო დახმარების წესების ცოდნით და ყველაზე გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდებით ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დახმარების აღმოჩენას დროულად მოვახერხებთ.